პირველ საჯარო სკოლაში ახალი სასადილო გაიხსნა. პრეზენტაციას განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, თბილისის ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი და კომპანია Google მოგვის წარმომადგენლები დაეცნენ. სასადილოს გარემოტება და თანამედროვე აპარატურით აღჭურვა კომპანია Google მოგვა განახორციელა. სასკოლო სასადილოში ანგარიშწორება ელექტრონული ბარათებით ხორციელდება, რომელიც ლიბერტი ბანკმა მოსწავლეებს უსასყიდლოდ დაუმზადა. თანამედროვე სასადილოების კეთილმოწყობა სკოლებში განათლების სამინისტროს ინიციატივით მომავალშიც გაგრძელდება. თბილისის სკოლების უკვე 13-ში მეტ სკოლაში არის ესეთი სასადილოები და ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესს, სანამ ყველა სკოლაში არ იქნება ესეთი თანამედროვე სასადილოები და ეს არის მნიშვნელოვანი ორი მიზეზის გამო. პირველი, რომ ბავშვებს ამ სკოლებში არ სჭირდებათ რომ ატარონ ნაყოფი და ყველა ოპერაცია სრულდება საკრედიტო ბარათების მეშვეობით. და მეორე, ამ სასადილოებში არის დაცული ძალიან მაღალი ხარისხი კვების. მომავალში ვგეგმავთ ქსელის გაფართოვებას. 9 სასადილოებს უკვე ბევრი არის ჩემი აზრით და ნიშნავს იმას, რომ კომპანია ვითარდება და ბავშვების და სკოლებიც არიან კმაყოფილები იმის და ჩვენ რასაც თავაზობთ. აქამდე ბუფეტში ფულით როცა ვყიდულობდით, გვეკარგებოდა ხოლმე და ახლა კარწერებიც არის, თან ხარისხიან საჭმელს ჭამთ და თან კიდე აღარც ფული გვეკარგება და ხშირად ვეწვევი ამ ბუფეტს, იმიტომ რომ ძალიან მომწონს.